ზოგადად რა პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, ალბათ ადვილი დასანახი და გასარჩევია რა არის სხვაობა განვითარებულ და განვითარებად სტადიაში მყოფ ქვეყნებს შორის. ის ფაქტი, რომ სადღაც დასავლურ სახელმწიფოში საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანები შეიძლება საკუთარ პრეზიდენტებს ან ხელისუფლებებს ეწინააღმდეგებოდნენ და არ მოწონდეთ, მათ თავშიც კი არ მოუვათ აზრად, რომ 100,000-ობით და გარწმუნებთ, რომ ნამდვილად 100,000-ობით და მეტნი არიან, გამოვიდნენ და ხელისუფლების დამხობისკენ, ასე ვთქვათ, განახორციელონ მოქმედებები. და განვითარებად სახელმწიფოებში, რომელადაც მოგვიაზრებდნენ ჩვენს, რატომღაც დადებითად და პოზიტიურად ფასდება ის, რომ შესძლოა ხელისუფლების დამხობის პროცესები იყოს კარგი. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი შეფასება არის, თუმცა კონკრეტული ქვეყნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სურათი სხვა არის და სხვადასხვა არის და ამ ყველაფერს თავისთავად ესე ვიწრო კომენტარში, რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებთ. მე არ ვიცი ეს თქვენ თქვით, მაგრამ მე ზოგადი შეფასება ვთქვი. მე ზოგადად მიმაჩნია, რომ დემოკრატია იწყება არჩეული ხელისუფლების პატივისცემით და მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანიც არ უნდა ეწინააღმდეგოს ამ ხელისუფლებას და ესეთი მოწინააღმდეგები ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც არის, ამ ადამიანებს არც მოუვათ თავში აზრად, რომ ხელისუფლების დამხობის ასე ვთქვათ, მოთხოვნით და გადატრიალების მცდელობით გამოვიდნენ. ამიტომ ცოტა რაღაცნაირად პროექციას საქართველოში მიმდინარე პროცესებთანაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავდით, როგორ გულშემატკივრობდნენ სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსები იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ხელისუფლების დამხობისკენ მიემართებოდა. ამიტომ გამიჭირდება, რომ სხვა რომელიმე ქვეყნის მსგავს პროცესებთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი, რადგან დეტალურად ნამდვილად არ ვიცნობ და არ ვიცი რა არის мотивация და რა შეიძლება იყოს იქ ქვედა დინებები. თქვენ ამბობთ, რომ ირანში ხალხის დაბალი განვითარების შედეგია ის, რომ ისინი ახლა რეჟიმის უპირისპირდებიან და მის გადადგომას. არა, მე არ მithქვამს თქვენ თქვით ეს. თქვენ დაყავით განვითარებად და განვითარებას. მე ზოგადად ვთქვი, არც ერთი ქვეყანა არ მიხსენებია და ზოგადად ვთქვი, საქართველო მოიაზრებოდა მათთვის განვითარებადად. რეჟიმის გადადგომის მოთხოვნის საფუძველს ირანში. მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ეს საფუძველი შევაფასო. ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს იმის უფლება, რომ აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება და მართონ თავისი ქვეყანა არჩეული ხელისუფლების მეშვეობით. ანუ ჩემგან არანაირი, ასე ვთქვათ, სწორი ნაბიჯი არ იქნება, არა, რა თქმა უნდა, არა აქვს და სამწუხარო არის, რომ მაგალითად ბევრ ქვეყანაში ვხედავთ მსგავს პროცესებს და რა თქმა უნდა მგონია, რომ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები და რაც თავარია მართლმსაჯულება შესაბამის შეფასებას მისცემს. თქვენ ვერ ხედავთ რეჟიმის გადადგომის მოთხოვნის თქვენ ირანში? მე არ მაქვს იმისი უფლება, რომ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩავერიო. ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას მოუწოდებდით. ამიტომ ყველა ქვეყნის მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, როგორი ხელისუფალი ჭირდებათ.